ჩვენთვის ყველათან სწორია. არავითუ უცხო, თეთრკანიანი თუ ზანგი. ღმერთს ყველა ერთნაირად მივმართავთ. ყოველი ჩვენთაგანი. იგივე უსურვე მეზობელს, რასაც შენს თავს უსურვებ. კაცი, რომელიც მაძღარი წვება ლოგინში და იცის, რომ მის მეზობელშია, მორწმუნე არაა. განსწავლულის მელანი უფრო წმინდაა, ვიდრე ზვარაკის სისხლი. ღმერთს უყვარს განსწავლული. ამიტომ კითხვა ისწავლეთ. და როცა ისწავლით, მაშინ სხვასაც ასწავლეთ. გაუნაწილეთ ცოდნა. სხვა სარწმუნოების წიგნებმა, ებრაელების ძველმა აღთქმამ, ქრისტიანების სახარებამ, ჩვენგან დიდი პატივისცემა უნდა მიიღოს. ეს ყველა წიგნი ყურანთან ერთად ღმერთის წიგნია. მოჰამედზე არ იფიქროთ, რომ ის კაცზე მეტია. ერთხელ დავინახე შეშას აგროვებდა. მივედი და უთხარი, მე მოვაგროვებ. ღმერთის შუამავალი ხარ და შეშის გროვება რა შენი საქმეა მეთქი. შემხედა და ჩაიბუტყუდა. ღმერთს არ უყვარს ისეთი კაცი, ვინც საკუთარ თავს სხვაზე მაღლა აყენებსო. რა მექნა, დავჯექი და ვუყურებდი. უცებ შეჩერდა. წელში გაიმართა, მომიახლოვდა და მითხრა, დიახ, ღმერთის შუამავალი ვარ, მაგრამ მეც არ ვიცი რა გველისო.